მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო Facebook გვერდის მაყურებელო და ტელემაყურებელო. მოკლედ დღეს პარასკევია და მე ისევ ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ დაიწყო ახალი სეზონი. იმის გარდა რომ სეზონი დაიწყო ბედნიერი ვარ, დილა რომ გათენდა და აი ასეთი ბედნიერება მხვდა წილად. ახალი სტუდია, ახალი შემართება, ბედნიერება, სიხარული, სიყვარული და მოკლედ მე თუ არ გავჩერდები, სტუმარი დამავიწყდება და ამას ვერ დაუშვებ. ნინა, მოგესალმებით, ჩემო კარგო. უღრმესი მადლობა. მე ვიცი რომ შენ ხარ ბედნიერი ადამიანი და ბედნიერი ადამიანები ყოველთვის ბედნიერად მიდიან ხოლმე სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის სტუდიაში და პირველი გადაცემა ამ სეზონის და დიდი სიხარულით მოგიწვიე. მოკლედ, ჩემს მსმენელს, მაყურებელს ძალიან აინტერესებს ასტროლოგია, აინტერესებს მოვლენები, თან განსაკუთრებით ახალი სეზონი არა, მაგრამ აი ახალი დაწყებულია მთვარის დაბნელება. მე თუ რამე ტერმინი შემეშალოს, მითხარი და ან გამისწორე, არ არის პრობლემა, ზარი დამრჩა, გამოურთავი, არაუშავს გამოვრთე. მოკლედ, დავიწყოთ. ჯერ მოგილოცავთ ახალი სეზონის დაწყებას და ულამაზეს ახალ გარემოს. ძალიან მიხარია სტუმრობა და მით უმეტეს ესე გახსნა, მოდი ასე ვთქვათ. დავიწყოთ. ესე იგი, რაც შეეხება დაბნელების დერეფანს, კი დაიწყო 7 სექტემბერს და გრძელდება 21 სექტემბრამდე. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვანაირად აღიქვამენ, ზოგი ნეგატიურად, ზოგი შედარებით პოზიტიურად, თუმცა რეალურად არ არის არც ნეგატიური, არც პოზიტიური, იმიტომ რომ ყველაფრის გამოყენება შეგვიძლია ისე. აბა რა არის? საშუალო რა არის? საშუალო არ არის. მთავარია როგორ აღვიქვამთ და როგორ გამოვიყენებთ. თუ ჩვენ შევხედავთ ისე, რომ დედა როგორი ცუდი პერიოდია და შეიძლება რაღაც ნეგატიური მოხდეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ჩვენზე სამომავლოდ. ძალიან საინტერესო დაბნელება, იმიტომ რომ ეს არის ინტუიციის, შინაგანი შეგრძნებების და გონიერების ერთობლიობა, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც მთვარის დაბნელება დასვამს საკითხს, ანუ წამოწევს წინ იმ მნიშვნელოვან თემებს, რომლებიც ჩვენთვის არის აქტუალური. ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება ყურადღებას არ ვაქცევდით, ვერ ვითვალისწინებდით, ვერ აღვიქვამდით, აი ეს ყველაფერი უფრო მეტად გამკვეთრდება და უფრო თვალსაჩინო გახდება. და მზის დაბნელება დაგეხმარება იმაში, რომ აი ამ კითხვებზე, რომლებიც გაგვიჩნდა, ან თუნდაც რაღაც პრობლემა, რაღაც სიტუაცია, პასუხები ვიპოვოთ. შესაბამისად, ძალიან საინტერესო პერიოდია და ძალიან საინტერესო მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად შეგვიძლია ის ამოცანები, რომლებიც თუნდაც მაგალითად გარკვეულ წარსულში ან რაღაც დროის განმავლობაში გვაწუხებთ და გამოვასწოროთ და მოვაგვაროთ. ნინა, რატო მიყვარს შენთან საუბარი და საერთოდ რატო ხარ კარგი რესპონდენტი? ნახე, მთვარის ვარსკვლავების გარდა საუბრობ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, პორტრეტზე და ასე შემდეგ. ნახე, ერთ რაღაცას მოგიყვები. ბავშვობაში ჩვენ, მე, ჩემი და ძმა სამნი ვიყავით და გვედო აი რაღაც თარო იყო და ამ თაროზე იდო აი ამ ხელა ბოთლი და ჩვენ ვიცოდით რომ ამ ბოთლში ესხა საწამლავი და ეს ბოთლი ჩვეულებრივად შეგვეძლო აგვეღო და სულ ფიქრობდი თან პარალელურად რომ როგორ არის შინიათ იქნება ავიღოთ და არასოდეს მე და ჩემ დაძმას ამ ბოთლისთვის ხელი არ გვიხლია. თან ბებია ჩემს, ველაპარაკებოდით ხოლმე ამ რაღაცაზე, სულ ამბობდა ხოლმე, რომ საერთოდ საწამლავი არის წამალი. ცოტას გამოყენება არის წამალი და მთელი ბევრი არის საწამლავი. ნახე? და აი ესე მიდიოდა ცხოვრება. აი წარმოიდგინე ეხლათ ჭიათურაში იმ თაროზე დევს ის საწამლავი. არ ვიცი როგორ ავიღებთ, როდის ავიღებთ და ასე შემდეგ. და გეტყვით ერთ საინტერესო ამბავს. მე მყავს მეგობარი ქიმიკოსი, რომელსაც
გარდაიცვალა ბებია, გარდაიცვალა მამა, არაფერი არ ვიცით ამ საწამლავის შესახებ და ჩემს მეგობარს უთხარი რომ რა არის ეს გვაქვს და მითხრა რომ პატარა შუშაში გადმოიღე, პიპეტკით ამოვიღე და დავლუქე, ეს გავახვიე, გადავაგდე რაღაცა და მითხრა რომ აქ არ არის არანაირი საწამლავი, ეს არის მუქი მარგანცოვკის ხსნარი. ანუ ჩვენ გვამოწმებდნენ, თან გვაშინებდნენ, თან ჩვენს ნებისყოფას წრთვნიდნენ. და ეხლა რატო გამახსენდა ეს ყველაფერი? მეც გარკვეულწილად ვიცი თვარის, მზის დაბნელების, ანუ ის როგორ გამოიყენებ. რა თქმა უნდა. შენს თვისებას, შენს ნებისყოფას, აი შენს მდგომარეობას ამაზეა ძალიან დიდი რამ დამოკიდებული რამდენი ვილაპარაკე, ბოდიშს გიხდი, გააგრძელე. ხო, რეალურად მართლა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია და ძალიან სწორი აღნიშვნა, იმიტომ რომ დამოკიდებულია იმაზე ჩვენ როგორ აღვიქვამთ რაღაც კონკრეტულ გარემოებას და სიტუაციას. სხვათა შორის ახლა იქნება ძალიან საინტერესო პერიოდი კიდევ რა კუთხით. შეიძლება რომ შეგვექმნას ისეთი მდგომარეობები და სიტუაცია, სადაც მაგალითად თავს ვიგრძნობთ არაკომფორტულად, ან ვიფიქრებთ, რომ ეს რატომ დამემართა. თუმცა ეს დაბნელება გვასწავლის აი ამ ყველაფრის სხვა გვარად აღქმას. არა როგორც პრობლემას, არამედ როგორც თუნდაც გაკვეთილის, ან თუნდაც შესაძლებლობის, რომელსაც მომავალში გამოვიყენებთ. შესაბამისად, ის თუ როგორი აღქმა გვექნება ჩვენ, მარტივად შეგვიძლია ეს პერიოდი იმდენად სასიკეთოდ და დადებითად გამოვიყენოთ, ზოგადად რა მოაქვს ყველა დაბნელებას, ერთი ძირითადი მახასიათებელი რაც არის, ეს არის რაღაცის დასრულება და ახალი საწყისი, ხო? შესაბამისად, ნებისმიერი დაბნელება ეს არის რაღაცის დასასრული და რაღაც ახალის დასაწყისი, რომელიც ძალიან კარგია, რეალურად, რატო არის ცუდი? უბრალოდ დაბნელება, აი თუ ვერ ხვდებით, ხო არიან ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არიან რაღაც, მაგალითად ჩაკეტილ წრეში ან მუშაობენ იქ, სადაც არ უნდათ რომ იმუშაონ და იტანჯებიან, მაგრამ ვერ ხვდებიან, ან არიან ურთიერთობაში, უნდათ რომ დაასრულონ, ვერ ასრულებენ. აი დაბნელება პირდაპირ გეუბნება, რომ მიდი, გაიღვიძე, გამოფხიზლდი, დაასრულე. რეალურად ძალიან კარგია, ოღონდ ეს შეიძლება ადამიანმა აღიქვას როგორც ნეგატიური, დასრულდა ურთიერთობა, განიცა და დეპრესიაში ჩავარდა, ან აღიქვას როგორც ახალი შესაძლებლობის დასწყისი. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა სფეროს, იმიტომ რომ ნებისმიერ სფეროში შეგვიძლია რომ ახალი ნაბიჯები გადავდგათ, თუმცა არა დაბნელების პერიოდში, თუმცა დაბნელების პერიოდი ამ შესაძლებლობებს გაგვიხსნის. მერე უკვე შეგვიძლია რომ ვიმოქმედოთ. ანუ შანსი გვეძლება. კი. ეს არც კარგი პერიოდია, არც ცუდი, უბრალოდ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ აღვიქვამთ. ანუ აღვიქვამთ ცუდად, ცუდი იქნება, აღვიქვამთ კარგად, კარგი. იდეალურია მავნეჩვევებისგან განსათავისუფლებლად ან რაღაცის დასასრულებლად. თუნდაც მოსამზადებლადაც იდეალურია. თუმცა არ არის კარგი უშუალოდ ახალი რაღაც ნაბიჯის გადადგმა. მაგალითად, ამ პერიოდში სამსახურის ცვლილება, თუმცა თუ დაფიქრდი და ეგ იდეა გაგიჩნა აი ამ დროის განმავლობაში, შეიძლება მიხვდე, რომ ესე იგი, აი გაივლის ეს პერიოდი და გადადგამ ამ ნაბიჯს. ასევე არ არის სასურველი ზოგადად ამ პერიოდში რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, ოღონდ რა კუთხით, აი პირობითად რაღაც ახალი პასუხისმგებლობის აღება. თუ არ ხარ დარწმუნებული რომ შეასრულებ, შეიძლება რაღაც ისე არ მოხდეს, რაღაც სიტუაცია შეიცვალოს და საბოლოოდ შედეგი ვერ მიიღო. ან თუნდაც მაგალითად აი მოგინდა რაღაცის დასრულება, დაელოდე, დაასრულე, ან გავიდეს ეს პერიოდი და დაასრულე. თუმცა თუ ეს შეგრძნება შენში დაიბადა, ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი დროა. უბრალოდ აი კარგად აწონ-დაწონა ჭირდება ყველაფერს. გეტყვი ერთ ძალიან საინტერესო ამბავს. ნახე მამა ვიტალი, ცნობილი მოღვაწე, საეკლესიო მოღვაწე, ამბობს ესეთ რაღაცას, რომ მეო აღარ მინდაო ურთიერთობა ადამიანებთანო, იმიტომ რომ ქადაგების დროსო, როცა ვქადაგებო, როცა ველაპარაკებიო მრევლსო, აღარ ესმითო და ამიტომ უფალსო ვეუბნებიო, რომ გამიყვანეო, იქნებ იქიდან უფრო დავეხმარო ადამიანებსო. ისე ძალიან საოცარია, რომ აი ადამიანებს აღარ ესმით ერთმანეთის. თუ ვეღარ ესმით, ამ ძალიან დიდი განსხვავებაა სხვათა შორის. აი ან არ მინდა,
ან აი ვერ მომინდა. აქედან გამომდინარე სულ სვავ კითხვებს და ეს კითხვა უფრო მრავლდება და მრავლდება ჩემში. და გეტყვით ერთ რამეს, ადამიანი არ გამოსწორდება. თუ მას უდევს აი ის ძლიერი ბოროტი, ის ყოველთვის მოერევა ხოლმე. აქედან გამომდინარე, აი როგორ მოქმედებს, ამ შემთხვევაში მზის დაბნელებაზე არ გეკითხები, აი როგორ მოქმედებს, აი რა მოქმედებს ესე ავად ადამიანზე, რომ აი გაბოროტებულები არიან, ოღონდ ერთი რამე, ბოროტები ამბობენ, კითხვას ბოროტები სვავენ. ხვდები. რომ აი ჩემი სიკეთე როგორ შეუძლიათ ადამიანს და 2 წამის წინ ლაპარაკობენ როგორი ბოროტება და როგორი საშინელება უსურვეს ადამიანს. რა ფენომენია ეს ასტროლოგიურად? მოდი ცოტა სხვანაირად გავცემ ამ კითხვას პასუხს. ერთ შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს, მოდი ვთქვათ, კეთილს არ ჭირდება იმის დამტკიცება, რომ კეთილია, მან ეს ისედაც იცის. ისევე როგორც კარგს არ ჭირდება დაამტკიცოს, რომ კარგია. თუმცა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხაზს უსვამს თავის რაღაც დადებით თვისებას, ამას აკეთებს იმისთვის, რომ ეს აჩვენოს. აი მაგალითად მე ასეთი ვარ, ან ეს შემიძლია, ან ასე შემდეგ. თუ მართლა შეგეძლია, ისედაც ხედავენ სხვები და შესაბამისად სხვები ისედაც იტყვიან ამ ყველაფერს. რაც შეეხება შინაგან სიბოროტეს, ან აი ამ ცუდ ქმედებას, ძირითად შემთხვევაში ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები საკუთარი ცხოვრებით არ ცხოვრობენ და ორიენტირებულები არიან სხვებზე. თვითონ ვერ შეძლეს, თვითონ ვერ მიაღწიეს, ან ის არ აქვთ, აი შეიძლება წარმატებული ადამიანის იყოს ბოროტი, ოღონდ ამას განაპირობებს ის, რომ შეიძლება პირობითად მას უნდა რაღაც კონკრეტული სხვა რაღაცის მიღწევა და ვერ მოახერხა და ხედავს, რომ ვიღაცა შეიძლება მასზე მაგალითად უბრალო, ან თუნდაც მაგალითად თვლის თავს უფრო იღბლიანად, იმ უიღბლომ უფრო მარტივად მიაღწია რაღაც დიდ წარმატებას, ან რაღაც კონკრეტული რაღაც ნაბიჯი გადადგა, რომელიც მისთვის იყო სასურველი და შესაბამისად უჩნდება შინაგანი აგრესია. თუმცა ძირითად შემთხვევაში ეს ემოცია, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, ალბათ ვერ აღიქვამენ, შეიძლება აღიქვამენ, პირველ რიგში თავად მათვე აზიანებთ. არა იმდენად იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცას მიაღწიეს და წარმატებულები არიან სხვადასხვა სფეროში. საკუთარ თავს იზიანებენ და ძირითად შემთხვევაში ეს ნებისმიერი გამოხატულება მიანიშნებს იმაზე, რომ მათ არ შეუძლიათ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება და ტკბობა, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ბედნიერია, მას არ აინტერესებს სხვა რაშვრება, რით არის დაკავებული. პირიქით, ნებისმიერი სხვა ადამიანის წარმატება უხარია, იმიტომ რომ ხედავს, რომ აი იწვალა ადამიანმა იშრომა და რაღაცას მიაღწია. როგორ შეიძლება რომ ეს არ იყოს შენთვის სასიხარულო, ხო? ვინც არ უნდა იყოს რეალურად. ხო, მაგრამ ნახე ერთი რამეა, არ მინდა ამ კითხვაზე პასუხი, უბრალოდ მოვყვები, ბევრისთვის გასაგები იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ მე იმ ჩვევას, რაც მე მაგ მასულდგმულებს და მაბედნიერებს, ამას მე ვერ დავივიწყებ. ნახე, მე ვზრუნავ ადამიანის სახელზე. ყოველთვის. მინდა რომ იყოს სახელოვანი, მინდა იყოს წარმატებული, მინდა იყოს გამოჩენილი, წარმოჩენილი და ყველაფერი. ნახე, ეს ჩანს მხოლოდ როცა ის წარმოჩინდება. ოღონდ ეს არ ჩანს მატერიალურად. საკმარისია რაღაცა გაგიკეთოს, რაღაცა მოგცეს. ის ჩანს და არ ჩანს ის შენ რა გააკეთე და მაგალითს გეტყვი, ერთი მეგობარი მყავდა, ოქრომჭედელი და ამ ძალიან ბევრს ვეხმარებოდი. მიყავდა კლიენტები, იაფად ვაშოვდინებდი ხოლმე ვერცხლს, ბევრ რამეს უკეთებდი, გავუთქვი სახელი და ამ დროს ჩემი მიტანილი ვერცხლით მიკეთებდა ხოლმე ბეჭდებს. და ჩანდა ის ბეჭდები, ჩანდა ის, რომ მე მიკეთებდა სიკეთეს იმაში, რასაც მე ვუკეთებდი და ყველაზე საოცარი ის არის, რომ მე ალბათ არ ვიცი, ესე ვთვლიდი, რომ ის მჩუქნიდა იმიტომ, რომ მას ძალიან სახელი გაუვარდა, ბევრი კლიენტურა ყავდა, ყველაფერი და დამთავრდა ჩვენ შორის მერე ურთიერთობა. ეს ურთიერთობა დავამთავრე მე და რატომ? ვერ დაინახა და ყოველთვის სულ ფიქრობ, აი მე არ გაწოდებ ხოლმე, მე რა კარგი ვარ, მე რა მაგარი ვარ, მე ესეთი ვარ,
მე მინდა რომ შენმა გულმა დაინახოს. ამას ვერასოდეს ვერ გადავაჩვევი. ეტყობა ეს არის ჩემი ბუნება. აქედან გამომდინარე მე ვცდილობ რომ ადამიანებს მივცე მაგალითი. თუმცა არ მალავ. რაც ასაკში შევედი, აი მორალისტობ. სულ დამავიწყდა ადრე რას ვაკეთებდი, როგორ ცოდავდი, როგორ აი რაღაცა, აი ძალიან და ეხლა შემიძლია ის შენიშვნა, ოღონდ უფრო კარგად ვაძლევ იმ შენიშვნას და კარგად ვასწავლე ადამიანს, როგორ არ უნდა შეცდეს და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო ეთერი გამოგვივიდა, მეც რაღაცა ენერგიულად ვარ. აი ამ სიმწვანემ, ამ ხედმა, ამ დალოცვილმა იმედმა, მოკლედ არ ვიცი, ისეთი გარემო შექმნა. გარემო და აი მე მიხარია რომ აი ესეთი სტუდია მაქვს და ვარ ბედნიერი. მოდი გავიდეთ რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ ისევ დაგიბრუნდებით ჩემო საყვარელო ადამიანებო.